გამკაცრებული რიტორიკა და ახალი მოთხოვნები ბრიუსელიდან საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში მომდევნო კვირას კენჭისყრაზე გავა მოთხოვნებს შორისაა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პერსონალური სანქციების დაწესება და ასოცირების შეთანხმების შესრულების გადახედვა. მოუწოდებენ თუ არა ევროპარლამენტარები ქართულ ოპოზიციას 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობისკენ. ორაზროვანია ჩანაწერი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, რასაც ქართულ ოპოზიციურ სპექტრში სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოხდა. საკმაოდ მძიმე შეფასებები და ეპითეტებია გამოყენებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებსა და ხელისუფლების ნაბიჯებზე. პირდაპირ ხაზგასმა, რომ ახალ არჩევნებამდე პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობას ბრიუსელიდან არ აღიარებენ. მმართველი გუნდი ევროპელ დეპუტატებსა და ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. სწორედ ასეთი დამოკიდებულების შედეგად აცხადებს ქართული ოცნება ევრობარომეტრის ახალ კვლევას, რომლის მიხედვით ბოლო 1 წელში საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირდა. ევრობარომეტრი ერთი ჩვეულებრივი ორგანიზაცია არ არის. ევრობარომეტრი უკვე 50 წელიწადია ევროკავშირის ინსტიტუციების სახელით საზოგადოებრივ აზრს იკვლევს. ბოლო რამდენიმე წელია იკვლევს საქართველოშიც. და ბოლო კვლევა, რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე დევს, რამდენიმე საინტერესო ტენდენციაზე გვიამბობს. მაგალითად, ამ კვლევის შედეგი საქართველოში ჩატარებულ ყველა ეგზიტ პოლზე უფრო ახლოსაა საარჩევნო შედეგთან და ამბობს, რომ გაზაფხულის მონაცემებით საქართველოში მთავრობას ნდობას გამოკითხულთა 51% უცხადებს. მაგრამ აქვე ჩანს ერთი საგულისხმო და ალბათ საგანგაშო ტენდენცია. ევრობარომეტრის მონაცემებით, ევროკავშირის ინსტიტუციებისადმი ნდობა საქართველოში მხოლოდ შემოდგომიდან გაზაფხულამდე 9%, ერთი წლის განმავლობაში კი 17%-ით დაეცა. სამაგიეროდ გაიზარდა ევროსკეპტიკოსთა რაოდენობა და აქ ჩნდება მთავარი შეკითხვა: რატომ? საქართველოში ამ შეკითხვაზე შესაძლოა იმდენნაირი პასუხი იყოს, რამდენიც მოქალაქე ცხოვრობს. თუმცა აი პოლიტიკურ ველზე, სადაც ახლა ყველა ცალ-ცალკე ცდილობს ევროპულ ფასეულობათა მცველის როლის მორგებას ან პროევროპელობის პრივატიზებას, რატომ პირველი იმ ფლანგზე ისმის, რომელიც ფიზიკურად თუ პოზიციონირებით უფრო ახლოსაა ოფიციალურ ბრიუსელთან. სამწუხაროდ ქართული ოცნების პროპაგანდა უპირისპირდება ევროკავშირის 1000 გვარი ტყუილით, ჩვენ ეს ვიცით, მილიონები ხარჯება ქართული ოცნების მიერ იმისათვის, რომ მაშინ ჩვენი ჯიბიდან იმისათვის, რომ ტროლებმა, ბოტებმა და სხვა ეგრეთ წოდებულმა სააგენტოებმა აუცილებლად სიცრუე ევროკავშირთან მიმართებით. დემოკრატიული თავისუფლებასთან დაკავშირებული, დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხებია ის, რაც აერთიანებს ევროკავშირის ქვეყნებს და ქმნის ამ ერთობას. ოცნება კი ამას პროპაგანდით ებრძვის. მაგრამ აქ კიდევ ერთი მარტივი შეკითხვა ჩნდება. თუ ამ ხნის განმავლობაში მუშაობდა ხელისუფლება, მაშინ რას აკეთებდა მეორე პოლიტიკური პოლუსი, რომელიც წლებია ირწმუნება, რომ ევროპულ მომავალს იცავს. ამდენივე წელია ამ პოლიტიკური პოლუსიდან ისმის, რომ ყველაფერი, რასაც ბრიუსელში საუბრობენ, ჭეშმარიტება და ასეც რომ არ იყოს. არასწორიც რომ იყოს ეს მომართვა, თუ ევროპარლამენტარები ამას ასე ფიქრობენ, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, მაგალითად ჩვენ რო ვიყოთ ხელისუფლებაში გავაკეთებდით. ეს დაახლოებით 1 წლის წინანდელი ინტერვიუა, თუმცა დღეს, როცა ოფიციალური ბრიუსელიდან მიღებული გზავნილები ოპოზიციის დღის წესრიგსა და ნარატივს სრულად ემთხვევა, დაფიქრებად ღირს. მეტი რა უნდა გაეკეთებინათ ცალკეულ ევროპელ ლიდერებსა თუ დეპუტატებს, რომ ტაში დაეკრათ, გვერდით დგომა ეჩვენებინათ და მეტი მხარდაჭერა აღეთქვათ, როგორც თავად ამბობენ ქართველი ხალხისთვის, რომლის წიაღშიც ამ ყველაფრის მერე ევროსკეპტიციზმმა კი არ იკლო, პირიქით იმძლავრა. აი მაგალითად, ხალხის მხარდაჭერა უკვე მე რამდენად ახსენეს ევროპარლამენტში, სადაც დღეს კიდევ ერთი დოკუმენტი მიიღეს. ამჯერად ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელიც ევროკავშირის კვლევის საწინააღმდეგო ამტკიცებს. მაგალითად, თუ ევრობარომეტრი ამბობს, რომ მოქმედ ხელისუფლებას ნდობას გამოკითხულთა 51% უცხადებს, ანგარიშის ავტორი რასა იუკნევიჩიანე ირწმუნება, რომ არჩევნები გაღალბდა. შესაბამისად, ტექსტში ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. ამასთან ერთად ისევ საუბრობს სანქციებზე და ისევ უცვლელად გადმოდის გასულ თვეებში მიღებულ რეზოლუციებში შეტანილი ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ. მართალია, ევროპარლამენტშიც ზოგიერთი დეპუტატი კოლეგების დარწმუნებას ცდილობდა იმაში, რომ ტექსტის ამ ფორმით მიღება არც ამჯერად იყოს სწორი. ტექსტი არა მხოლოდ წარმოაჩენს აშკარა პოლიტიკურ მიკერძოებას, არამედ ასევე შეიცავს რამდენიმე დებულებას, რომელიც სამართლებრივად და ინსტიტუციურად მიუღებელია ევროკავშირის საერთაშორისო სამართლის მიხედვით. მაგრამ ამ ხმას ევროპარლამენტში არც ამჯერად მოусმინეს და ტექსტიც მიიღეს, რაც ანგარიშის ავტორმა რასა იუკნევიჩიანემ ისევ ქართველი ხალხის გვერდში დგომით ახსნა. მე ვხედავ საქართველოში ხალხის სიმტკიცეს, ჩვენ ევროკავშირში უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ქართველებს. და გვერდით მდგომი ქართველების მადლობაც მიიღო, კრებითი ქართველი ხალხის სახელით.
მადლობა ევროპარლამენტს მხარდაჭერისთვის, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ქართველი ხალხისთვის. აქ მთავარია რომელი ქართველი ხალხის სახელით. ჯამში კრებითი ქართველი ხალხის, რომლის ნდობაც ევროკავშირის კვლევითვე ევროსტრუქტურების მისამართით 17%-ით დაეცა, თუ მხოლოდ იმ ნაწილის, რომელიც მაგალითად იგივე რასაიუკნევიჩიანეს აპლოდისმენტებით შეხვდა. თუ ოპოზიციას დავუჯერებთ ევროსკეპტიციზმს ქვეყანაში, ხელი მმართველი პარტიის რიტორიკამ შეუწყო. აი მმართველი პარტია კი სხვათა შორის უკვე 2 წელიწადია პირიქით ფიქრობს. და ნდობის კლებას იმით ხსნის, რომ ევროსტრუქტურებში მხოლოდ ერთი ჯგუფის ესმით, მაგრამ რატომღაც არ ესმით 1,100,000-ზე მეტი ამორჩევლის ხმა. 3 წელია ვამბობთ, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან ასეთი ტიპის არასამართლიანი, უარგუმენტო განცხადებები, რეზოლუციები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აზიანებდა და აზიანებს საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობას. ფონდებიდან რადიკალების შეურაცხყოფებით ცილისწამება, გინება და ასე შემდეგ, აი ეს ყველაფერი ერთად რო არ არის თურმე დასაგამობი ევროკავშირის მხრიდან, რატოა ეს ყველაფერი ასე? ამას ბუნებრივია მე მოყვება ევროსკეპტიციზმი და ეს თუ კი ვინმე არის ამაში ბრალეული, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სამწუხაროდ ჩვენ და ეს არის ევრობიუროკრატია. მაშინ როდესაც შვილი გაგვისახეს საზომად რადიკალიზმი სამოქალაქო სტანდარტი ომში ჩათრევას ცდილობდნენ, ეკონომიკის განადგურებას გვიქადნენ, ცხადია, ამას რეაგირება მოყვება და ხალხი ამ ყველაფერს ხედავს. მმართველი პარტია ევროსკეპტიციზმის ზრდაში ევროპული ბიუროკრატიის დანაშაულს ხედავს. ოპონენტები პირიქით ბრალს მმართველ პარტიას სდებენ, მაგრამ ფაქტია, ერთ წელიწადში ევროინსტიტუციებისადმი ნდობის 17%-ით შემცირება პატარა ამბავი არ არის და საგანგაშო სიგნალია. ვინ უნდა მიიღოს ეს სიგნალი? პირველ რიგში ალბათ კვლევის ავტორმა გაერთიანებამ, საიდანაც მთელი წლის განმავლობაში ისმოდა, რომ უდანაშაულო მაღალჩინოსნებს ციხეში კლავდნენ, ან გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში ჯდებოდა ის, რაც ევროპაში დანაშაულად მიიჩნევა. ცალკეულ გამოსვლებში თუ რეზოლუციების ტექსტებში იკითხებოდა, რომ საქართველოს მოწინავე რეფორმატორი იყო მაშინ, როცა ხონის კარცერში იხდიდნენ პატიმრების სასჯელს და დემოკრატიის გზაზე სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა წინ მაშინ, როცა რუსთაველის გამზირიდან ცხედრები გაქონდათ. ყველაფერს ალბათ თავისი ადგილი აქვს და კვლევაში ნაჩვენების საგანგაშო ტენდენციის შემოbrunებაც ალბათ შესაძლებელია. იმ შემთხვევაში თუ ის, ვინც საჭიროა, ხალხის ხმას მხოლოდ ერთ ადგილას კი არ მოусმენს, ყურს დაუგდებს სხვებსაც, რომლებიც სხვაგან და სხვა ფორმით ცდილობენ სხვა რამის თქმას.